საჭიროხსრულობის პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციას და სამედიცინო აპარატურით სრულ აღჭურვას ახორციელებს. დღეს საჭიროხსრულობის მინისტრი ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად დაგეგმილი პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. მოგვიანებით ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები მინისტრის მოადგილესთან ერთად ციხის საავადმყოფოს დაათვალიერებენ. რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ერთად ACTS არის ესეთი არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც გვეხმარებიან ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში. სრული კომპლექტაცია უნდა მოხდეს ამერიკული აპარატურით. ტექნიკაც კი რაც დაგვხვდა ისიც ცხოვრებიდან იყო გამოსული და ამიტომ გავყავით ორ ნაწილად. პირველი ნაწილი რაც აუცილებელი იყო გამოვაცხადეთ ტენდერი და მინიმალურს ვყიდულობთ ახლა და მალე დაკომპლექტდება, ხოლო დანარჩენზე მთლიან აღჭურვაზე და ეს იქნება გრძელვადიანი აღჭურვა, ამაზე გვეხმარება უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. გრძელვადიანს გულისხმობ იმაში, რომ იმდენი ტექნიკა ჩამოვა დაახლოებით, რომ პრაქტიკულად წლების განმავლობაში აღარ დასჭირდება ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს